პირველი და მთავარი სკოლა ეგ არის ოჯახი. ოჯახს ვერასდროს ვერაფერი ვერ ჩაანაცვლებს. ვერანაირი სკოლა ვერ ჩაანაცვლებს. აი ესეც აქაც რაც ხდება ეს საკვირაო სკოლა ბავშვებისთვის ეს იქნება ზღვაში წვეთი თუ თვითონ იმ ოჯახმა არ გააკეთა. იმიტომაც ჩვენ ვცდილობთ რომ ესე იგი ბავშვებთან ერთად მშობელიც იყოს. ჩვენ ხო არ ვზღუდავთ მშობელსაც შეუძლია დაესწრო ზოგი დედა ესწრება მამა თუ პაპა თუ ბებია ესწრებიან და არის. ხო და იმიტომ რომ თვითონ იმ ოჯახში გაჩნდეს განწყობა ესეთი რომ შვილებთან ურთიერთობა ეხლა ჩვენ რასაც აქ ვაკეთებთ გან არ შეუძლია თვითონ მშობელს სახში გააკეთოს. სიტყვაზე ვამბობ აი ფანქარზე რამდენს ვლაპარაკობთ ხოლმე ხა წელში მიჭიროს. ფანქარზე არ შეუძლია რომ დედა მოთხრა შვილს რომ შვილო ეს ფანქარი რო დახატავს რაღაცა შეცდომით. ამას აქვს საშლელი, შეგიძლია წაშალო. ო დედი ეთქვის მართალია. ხო და ადამიანსაც თუ შეეშლება რაღაც შეუძლია თქვას მაპატიეთ და გამოასწოროს. ამას რო საშლელი არ კონდეს ვერ წაშლი დარჩება შეცდომით. ეს შეცდომა ხო არ მოგწონს? აი ამ კაცს რო ხატავდი დიდი ყური რომ მოგივიდა ხო არ მოგწონს? არა შეგიძლია წაშალო. სხვა რამე დახატო. მარტივად და თან ისეთი ნივთებია რომ ფანქართან ყოველდღიურად შეხება აქვს ბავშვს და რო დაინახავს სადღაც ხო გაახსენდება რომ აი ამა ხო რაღაც ეთქვი რა არის მთავარი ფანქარში? მთავარი გულია. ადამიანშიც გულია მთავარი. ნებისმიერ რამე აიღე ნივთი. რაღაცა ყველაფერი რაღაცას გასწავლის. უფალი ყველაფრით რაღაცას გასწავლის. ძილის წინ წაუკითხო ბავშვს რაღაც ისტორიები, რაღაცა იგავი, წმინდანთა ცხოვრება წაუკითხო და ძალიან უყვართ ესე იგი. ზოგი იმის გამო რომ თავი გაიმართლოს ამბობს, აბა ბავშვმა რა უნდა გაიგოს. ბავშვი იმდენს გაიგებს, რამდენიც საჭიროა მისთვის. სხვა დროს უფრო მეტს გაიგებს. ჩვენგან ეგრე არა ვართ, აი მე მაგალითად 10 წლის წინ რომ სახარებას ვკითხულობდი ეხლაც ხო ვკითხულობ და ეხლა კიდე რაღაც სხვას აღმოვაჩენ ხოლმე. 10 წლის წინ რაც ვერ აღმომიჩენი, არა და ხო ვკითხულობდი, ხო რამდენჯერ მაქვს წაკითხული, მაგრამ ზოგჯერ ისეთ რამეს აღმოვაჩენ ხოლმე, რომ გამიკვირდება, კი, მაგრამ რამდენი წელი ამას ვკითხულობ და ეს როგორ ვერ შევამჩნიე და ვერ შეამჩნიე. ყველა ეტაპს თავისი რაღაცა აქვს. იქ აღმოვაჩენ. და ბავშვიც ჯერ იმ ცოტას გაიგებს. მერე კიდე რაღაცას გაიგებს, მერე კიდე რაღაცას და ეგრე იზრდება ნელ-ნელა. და თავისი ზრდის შესაბამისად კიდე უფრო მეტს გაიგებს. და ამიტომ აი მშობელმა ეს არ უნდა დაიზაროს. აი ხა ეს სიტყვაზე დღეს რომ არის ქათახევში მოწყვეტილთა ხსენება. ხო დიდი ისტორია არ არის. 2 წუთში შეუძლია ბავშვს მოუყვეს მშობელმა. შვილო დღეს ასეთი რამე მოხდა საქართველოს ერთ-ერთ მონასტერში, ან ძილის წინ წაუკითხოს, ან რაღაც. ხო უკვე დაამახსოვრდ, თან დღეს მით უმეტეს 1000 გვარი საშუალება არსებობს. ხო სულ ინტერნეტში ვართ. მოიძიოს ქათახევის მონასტერი. აჩვენოს აი შვილო ამ მონასტერში მოხდა ფიზიკურადაც თვალმაც დაინახოს. თუ ახლა ხელს მოკიდებს და მონასტერში წაიყვანს, ეგ კიდე უფრო იქნება. ხო და მანდედან იწყება ყველა. აქ რა განა ჩვენ რამე მაგაზე მეც ვაკეთებთ. ეგ არის. ჩვენ ვაჩვენებთ რომ აი აქ მოხდა რაღაცა მოხდა, ან ამ წმინდანმა ეს გააკეთა, ან იმ ისტორიას მოვუყვები და ეგ მოსწონთ მერე ბავშვს. ეგ ისტორიები მოსწონთ. ეგ ამბები მოსწონთ.